მოგესალმებით მეგობრებო, ქრისტე აღდგა, ვინც პირიქით მითხრა, ჭეშმარიტად. მოკლედ გუშინ ვისვენებდი, დღესაც ვისვენებ, ხვალ ვისვენებ და სამშაბათს უკვე სამსახურში გავდივარ. გუშინ ჩემი მეზობელი, აი ეს მეზობელი, რომელიც ხან ტანის ამოს ჯუქნის, ხან რას და მოკლედ ვინც წამიყვანა ამ ჩემ სამსახურში და მე თვითონ რო გადაიფიქრა, გუშინ ესე იგი თავის სამსახურიდან წამოიღო ესეთი ხელოვნური ყვავილები. მგონი საკურა, არ ვიცი, ძალიან საყვარლებია და ეს აქ ფანჯარასთან დავდგი ბოთლში და ნაწილი აქ ზემოთ ესე დავდგი. ცოტას რამოდენიმეს დედასაც წაუღებ, დეკორატიულია. ყველა ხელოვნური არ მომწონს, მე საერთოდ ხელოვნური ყვავილები დიდად არ მიყვარს, მაგრამ არის ზოგიერთი, რომელიც მომწონს. მაგალითად, ეს ცოტა არ იყოს მომდესრდა სამზარეულოში. მიდგას თან აი ეს რა. და მოკლედ დავამთავრე უკვე ერთი კოლოფი სარცხის საშუალება. ვრეცხავ, აი მართლა ვრეცხავ დღისით და ღამით. ზუსტად ესე ვარ, ახლა სარეცხია გაფენილი. ხო, გუშინ საღამოს ღვინო გავხსენით, მე და სოსო. სიმბოლურად რაღაცა ნახევარი ჭიქა. კვერცხები შეღებილი მაქვს, აქ პასკა. მოკლედ აქ ესე დავდგი რა, დროებით ესე. მაგიდა ჯერჯერობით უფუნქციო მაქვს, არა, მთლად უფუნქციო არ არის, რაღაცები მილაგია. ეს მაგალითად საწყის მანქანის რაღაც ნაწილები და ეს ვითიც დავარეგულირე, ფეხი კიდე იყო დასარეგულირებელი, იმიტომ რომ გაწვრის დროს ჰქონდა ცოტა ვიბრაცია და ავდექი და კიდე გავასწორე და ეხლა საერთოდ არ აქვს ძვრა. ხო, ეხლა მინდა ყავა მეგობრებო. ეხლაც მეძინება. კარგად მეძინა თითქოს, მაგრამ მაინც აი პირველი დღე, ანუ გუშინ არა და გუშინ წინ რომ მოვედი სამსახურიდან, განადგურებული დაღლილი, იცით როგორ აი ფეხები ისე მტკიოდა, რომ სახლამდე ეხლა ორი ნაბიჯი რაღაცა, მაგრამ კოჭლობით მოვედი გეფიცებით და მე რომ წინდები გავიხადე, ფეხზე მქონდა აი ეს როცა გაჭერს ფეხსაცმელი და სისხლამდე რომ გაგეხეხება, აი ეგრე იყო ფეხის თითებთან. ანუ უკვე გახეხილი მქონდა ისე და არ შეიძლება მანდ ისეთი ფეხსაცმელი, სადაც ჩახარშვა ხდება ფაქტიურად და ყოველი დღის ბოლოს, ანუ ხან სოსოს მოაქვს ჩემთვის ეს ცხელი წყალი და ფეხებს ვალაგებ ცხელ წყალში, ხან მე თვითონ თუ არა ვარ ძალიან ისე მკვდარი. ხო და მოკლედ აი ესე ანუ სხვაგვარად არ გამოდის. ხო, თან ახლა ვფიქრობ რაღაცა მცენარეების ისიც რომ დავიწყო. ჩემი მალამა წავისვი, სხვათა შორის რომ წავისვი, დილას უკვე მორჩენილი მქონდა, ანუ ისეთი ის აღარ მქონდა, აი როგორ ვთქვათ, გათეთრებული მქონდა უკვე და მე დილას უკვე ფაქტობრივად ჩვეულებრივი პრიალა, ნორმალური. ხო, ეხლა დაგაყენებთ სადმე და მოდით აი აქ იყავი ცოტა ხანი ის მაქვს რა, სელფი ჯოხი ისე დაგაყენეთ და ჭიქას გავრეცხავ. ერთი უკვე დავლიე, მაგრამ ერთი რა არის ჩემთვის. დამჭირდება კარტნუარი. და სამსახურში და ცოტა ფრთხილად უნდა ვქნა, იმიტომ რომ აი როცა ძილიანობა მეწყება ხოლმე, რომ გრძნობრო უკვე აი უნდა გავითიშო,
აი მაგ დროს იქნება მართლა კარგი, მოდით ცოტა მაღლა დაგაყენებთ. უი, ხო მართლა გაჩვენოთ ეს მაისური რაც ვიყიდე, არ ჩამიცვია, რა ვიცი, მე რატო არ ვიცი, მე დღის ინახეზე უკეთესად გამოჩნდება. მოკლედ ეს არის ისა გონი იმაში ვიყიდე ტერანოვაში, თუ სალოსას რა ლეხანოზე რომელიღაცა მაღაზიაში დიდი ხნის წინ არის ტოპი. და ტოპებს მე საერთოდ არ ვიცი და ეხლა ისე რა ვიცი სიმს უქნესო რას უჩივიო და რაღაცა ეხლა რო შევხედავთ არ ჩანს რომ ვითომ ძალიან ისეთი მომატებული ვარ მაგრამ მე ჩემს ხელს უკეთ ვიცნობ და ხო არა ცოტა დაკლებული ვარ კი ცოტა ნუ სადღაც გეტყვით ეხლა 5-6 კილოგრამი ერთ წონაზე ვარ ჯერჯერობით ეხლა მე მგონი კიდე დავითლებ იმიტომ რომ ბევრს მოძრაობ არის ხალხი არ არის ხალხი ჩემთვის ყოველთვის საქმეა ნუ ესე მოკლედ ესე გამოვიყურება ეს ჩემი ტოპი ეხლა სახში ნორმალური ტემპერატურა არ ცივა თორე რას იმის ვიზამე ახალგაზრდობაში არ ხმარობდი ტოპებს და ესე მეძინება კიდე მეძინება ხო თმები შევიღებე გუშინ ხო ძირებს ვიღებავდი ხოლმე ეხლა მთლიანად გადავუსვი საღებავი და მოკლედ დღეს არ დავიზარე დილას რომ გავიღვიძე სახეს მივხედე დამატენიანებელი წავისვი მერე ცოტა სუბუქი ეგრეთ წოდებული მაკიაჟი მეიქაპი გავიკეთე და ესე მოვედი თქვენთან ხვალ მივდივართ სასაფლაოზე მუხად გვერდში მამა ჩემი, ბებია ჩემი და ბაბუა ჩემია იქ დაკრძალული და ალბათ გადავიღებ ხო იქაც უფრო ალბათ დილის საათებში წავალთ ესე ჯობია ხო და მოკლედ ჩემ გოგოებს აქედანაც მოგესალმებით ჩემ გოგოებს ვეძახი მათ ვისაც პირადად ვიცნობ ანუ რაღაცა კომუნიკაცია მქონია ან Facebook-ით ან ვიდეოთვალით ანუ ესე ან ცოცხლად სხვათა შორის ბევრს არ ვიცნობ მეგობრებო ანუ პირისპირ შევხვედრილი ყავით აი ესე ბევრს არ ვიცნობ და ვისაც ვიცნობ ძალიან თბილი ტკბილი ხალხია და დარწმუნებული ვარ ყველას თქვენთაგანს ეხლა პირისპირ გიცნობდეთ ყველას გულში ჩაგიკრავდით ხო ეხლა ცეცხლს ავანთებ მაცივარი მქონდა გათიშული მეგობრებო ერთი დღე მეტი ვერ მოახერხე და რაღაცა კიდევ ყინავს გავფიშდი რა გრადუსზე დავაყენო დავუკლებ იმედია რომ დავუკლებ აღარ იმასიზავს არ ერთი წამით არა ეკოზე რომ დავაყენო ეს ძალიან რაღაცა ფიფქია პატარა ფიფქია მაგრამ არ ვიცი აბა ვცდი ესე იყოს ჯერ ცოტა ხანი პატარა ფიფქია ხატია და ეკოა და მერე დიდი ფიფქი ხო და ეკოზე მქონდა ხოლმე ადრე დაყენებული და ნორმალურად იყო მაგრამ ხელოსანმა რომ გააკეთა მითხარ რომ აი ესე გააჩერა რაღაცა იმაზე დონეზე და ასე იყოს და ნაკლები რო იყოს რა პრობლემა იქნება არ ვიცი მეგობრებო იმედია კიდე არ გაყინოს აი ეს კარებიც სულ გაყინული იყოს სულ აღეთ დამოხვალა ტექნიკის არა ჩემი ბრალია მეგობრებო ახლა როგორ
დავაბრალო იმას წარმოებელს. ვერანაირად. აი რა შეიძლება ამას ნუ გაგიჟდი. მეგონა გაზი მთავრდება თქო უკვე და თურმე იმდენი ყოფილა. არც თუ სადმე ვნახე ეს ნაწილი სადაც აქვე არის ხო გაჩვენებთ ისე უშნელთ იყო გამაშვერილი მე მგონი აქ უნდა იყოს არა მაქვს მაგის ნერვები ისედაც დასვენების დღე მაქვს და იმდენი საქმე გავაკეთე კიდე მაქვს გასაკეთებელი ესე იგი ჭერი ჩამოვხვეტე იქით ეხლა აქ მაქვს კიდე ისა მოკლედ მტვრები მაქვს დასაწმენდი ფარდები დავრეცხე პლედები რაღაცეები ხო და კიდე მაქვს რა ბევრი საქმე არილევა რო აკვირდები არილევა თან პატარა კი არის ფართი, მაგრამ აი ეს წვრილი რაღაცეები ყველაფერი სათავსოებიც ბევრი რო არ არის თავისი ადგილი ხო უნდა კონდეს ყველაფერს მე კიდე აესე მაგ აპრემბაღლები ყველაფერი ხო და ხო რას ვამბობდი ჩემი ბრალია თქო ამ მაცივრის ამბავი იმიტომ რომ როგორი იდგა ზუსტად არ მახსოვს აქ მედგა ადრე აქ რომ მედგა ის ჩანდა ის უკნიდან ის რაღაცა პატარა ცილინდრივით არის ეს სპილენძის ცილინდრია შიგნით ბურთულები რაღაცა ეს ფილტრივით ხო და ეს ტრუბკები თუ როგორ ქვია რა მოკლედ ბჭყალებში ჩავსვათ მილები ხო ეს წვრილი მილები ну გამოშვერილი იყო და რაღაცას ვალაგებდი და მოედო ის რაც იდო უკან არ მახსოვს რა იდო ზუსტად და მოტყდა რა ის მოძრა რა თლად არ მოძრა ოდნავ გაიხსნა და გამოჟონა და ძვირად დამიჯდა ეს ჩემი პატარა შეცდომა მე ხელს არ მარო გააკეთა თან ყველა არ აკეთებს მეგობრებო ეს ისეთი ის არის თან სადაც ვიყიდე ვიფიქრე ისი ვიქრო მივიდე და ხელოსანი ყავდეთ თქო არც იქ არ იყო ხელოსნების ამბავი ესე და მგონი გპ-ის ლექტორი იყო ვინც გააკეთა წარმოგიდგენიათ რა იმიტომ სპეციალისტები არ მყავს. ყველას უნდა ისა კაბინეტებში იჯდომა, არაფრის კეთება, ხელობას კიდე ძალიან ცოტა სწავლობს. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნის. უნდა იყოს თან მოთხოვნადია, საქმეც მაგაშია. და კიდევ მთავარი პრობლემატური თემა, რაც ჩვენ ქვეყანაში ყოველ შემთხვევაში ვიცი რომ ზუსტად არის. ეს არის აი სამსახურებში განათლების საბუთების არ მოთხოვნა. ანუ რაღაცა ფუნქცია მოვალეობა აკისრია ადამიანს ხო? არანაირად არ კითხულობენ აი განათლების, აი ხო ჩვეულებრივად სამსახურში კანონით ხო ეგრეა რომ საერთოდ უნდა მიხვიდე შენი საბუთებით ასე ვთქვათ, ყველაფერი რა, ანუ რა გისწავლია, რა დაგიმთავრებია, უნდა შეავსო რაღაცის, ხო? არანაირი ის არ არის და აი ვინ რა აკეთებს, არის პროფესიონალი, არ არის პროფესიონალი, ну, აი აბდაუბდათ არის რა ჩვენ ქვეყანაში. აი ეს აუცილებლად უნდა დავაგდეს, თორე რა ვიცი მე, სულ უკან და უკან წავა ყველაფერი. სათვალებმა დამღალა. ისე უნდა მქონდეს ერთი სათადარიგო კიდე, იმიტომ რომ ამას წინათ ვერ ვიპოვე, ვეძებე, ნუ გადავქეკე ყველაფერი და თურმე იქვე დამიდია სადღაც ისეთ ადგილზე, სადაც ხშირად არ ვტებ და მეგონა რომ სამსახურში დამრჩა.
არა და ამის გარშე მე ვეღარ ხედავ. ანუ ახლოს რა. და აი ახლა მაგალითად რო ვდგევარ, სხვათა შორის ძალიან ახლოსაც არ ვდგევარ, მაგრამ უკვე მიჭირს ასე ყურება რა. ხო, მხედველობა ძალიან ის არის ისეთი თემა. ნუ, ეხლა ხედავთ რა, ანუ ხედავთ. თითქოს მართლა ხედავთ ყველას. ხო. ეხლა რას გავაკეთებ მე ცოტა ხანში. ჩავალ სოსო მაკარონი მინდაო. მაკარონს ამოვიტან. და ალბათ გავაკეთებ, ხო, მაკარონი მალე კეთდება. გავუკეთებ მაკარონს და მე წამოვწვევი 1 საათით. არ ვიცი მეგობრებო, რაღაცა დათარსული ვარ რა. ესე იგი, დასვენების დღე მაქვს, ხო, ოფიციალურად ესე ქვია, დასვენების დღე, წესით უნდა იკოტრიალო, დაიძინო, გამოიძინო, დაისვენო, რაც ამდენი ხანი გიჟივით იყავი და არა, ეს შინაგანი საათი რო გაქვს ჩართული, წამოვხტი 10 იყო თუ რაღაცა. რა მინდოდა, სადმე ჩქარებოდა. დამეძინა კიდევ, სადაც 3 საათი იყო რო დავიძინეთ, 3. ესე იგი, რამდენი გამოვიდა 4, 5, 6, 7, 8, 9, 7 საათი, ნუ ნორმალურია, მაგრამ უფრო დამესვენა ჯობდა. უფრო დამესვენა. ხო, მეგობრებო, ესეთი ამბები. ფიქრობდი ვარჯიში დავიწყებ თქო. ეხლა რაღა ვარჯიში დავიწყებ, ვარჯიში ვფიქ. კიბეებია. ავდივარ, ჩავდივარ. ნუ სხვა გზა არ არის. ხო და ეგ ყველაზე კარგი ვარჯიში გამოვა, თორე დანარჩენი ახლა ჭურჭლის სიცხეს არაფერი ვარჯიში არ უნდა, ფეხზე ვდგევარ. დაждდომილი ჭურჭელს მგონი არავინ არ ეცხოვს. ადრე იყო წუწუნებდი სამსახურში იქ ორნაბიჯში სალაროსთან ფაქტიურად ვიდექით და მე დავსვი ყველა. მეთქი როგორ არ შეიძლება მეთქი რომ სკამზე დავждეთ როგორ არ შეიძლება მაგრამ მოუხერხებელიაო. აბა ვწდი მეთქი ერთხელ არ მომეწონა მე თავი ვაიძულე იმიტომ რომ სულ მთელი დღე ფეხზე ძნელია. ნუ მთელი დღე მაშინ არ ვიყავი ნახევარი დღე მაგრამ მეძნელებოდა და მეთქი ესე მომიფიქრე და მე ყველა ადგა და გაიმეორა ესე და დაჟდნენ და ასე ვთქვათ დავსვი სკამებზე. იმიტომ ძალიან ძნელია ესე. ხო. და აქ არ გამოვა, არანაირად არ გამოვა დაждდომილი რაღაცა საქმის კეთება. დაждდომაც არ ვარ და დიდხანს, ხო. მაგრამ დიდხანს დგომაც არ არის კარგი, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ უკვე არ ვიცი რა თქვა რა დავარქვა. ვენები, კაპილარები. ხო, კაპილარები საერთოდ არასოდეს არ მქონია არც ვენები ფეხებზე და ამ ბოლო ხანებში შემამჩნია პატარა ეს წვრილი კაპილარები როა ოდნავ, აი თან სადაც აი ცოტა ზემოთ აი ამაში, რაღაც 1-2 ადგილზე გაჩნდა. ქვემოთ არ მაქვს დიდება უფალს, მაგრამ ამიტომ ვეცდები ხოლმე თუ მექნება იმის საშუალება, რომ რაღაცნაირად აი ხო არის ესე რაღაცაზე ფეხები ესე შემოვაწყო, რომ ოდნავ ფეხები მაღლა ავწიო ხოლმე, რომ დაისვენოს, თორე ესე სულ ფეხზე დგომით ალბათ რა ვიცი. რაღაცა უბედურებას გადავიკიდებ. ხო. მოცივარი ჩართულია. ახლა მინდა მე სამოვიღებ ცოტას თუშავ ტაფაზე, მეგობრებო ტაფა. ღმერთო რა კარგია იქ სამსახურში რა კარგი ტაფებია. პროფესიონალი. ისინია სამზარეულო სპეციალური რესტორნის ისინი რა ჭურჭელია და ნაშვება. აი ძალიან რაღაცა ისეთი რუსული სიტყვა უნდა ვიხმარო ისევ, იმიტომ რომ სხვანაირად არ ჟღერს კარგად მოშტი.
ისინია ჭურჭელი. ხო, ის არის დედუქციურით, როგორ ქვია, მოკლედ მაგნიტით რო იკრავს. ესეთი პლიტაა და სპეციალურად მაგისტრის ქვაბები, აი მე რომ აქ ერთი პატარა ქვაბი, ეგეთი ისა. და სხვა ზომების აი ამ ხელა მეგობრებო, აი ამ ხელა ქვაბი, აი ამ სიმაღლე, ესე ვრეცხავდი, აი ასე. ჩემი მეცილება ხოლმე. ახლა მე ამას მოვშავ ცოტას. სოსა ტომატში მოვშავ ისა. ცოტა ტომატი გავუკეთო? თუ ტომატიც აღარა მაქვს, ეგეც ამსატენი. მოკეთ ახლა ამას გავუშვებ ეს როცა. ყველგან მჭირდება პატარა ისინი. აი ეს ფეხებიანი, პატარა ფეხებიანი ისა შტატივი. ჩამოვკიდო და ყველა რაკურსიდან შევძლებ ხოლმე ქადავები. ხო. ესეც ასე. так. გადავარჩინე. მოვასწარი, იმიტომ რომ გამდნარი რო იყო. ხო. მშვენიერია. ესეთი დავასხი. ეს ფარში შევაზავე იმისთვის კატლეტისთვის გუშინ გავუკეთე სოსოს და დღეს ანუ თან კატლეტს ხოპურსაც ვუკეთებ და რა უჭირს ახლა მაკარონთან ცოტა პურიანიც რო იყოს ხონი არაფერი არ მოხდება ახლა ეს მოიშუშება კარგად ცხიმს დავამატებ კიდე მეგობრებო ეს კარაქი წონის ჩვენთან რო იყიდება მე მგონი კარაქის გარდა ყველაფერია არ იმაშვება ნამდვილი კარაქი ხო უნდა მძაღდებოდეს ეს იმისავით არის არაფერი არ აფუჭებს შესაბამისად არ ვარგამ უი ხო შუშებით დავწმინდე და სულ თავისი ჩარჩოებით ყველაფერი გამზადად გადავედი კიდე რა გავაკეთე ხოთრის სადაც მიყრილ-მოყრილი მქონდა ის მილამად მოვალაგე ახლა მაგიდასაც მიხედავ რომ შესაძლებელი იყოს დაждომა მე აქედან ჩავირთვებით ხოლმე და ვიდეოს აქედან გადავიღებ ხოლმე ისე მიხარია მეგობრებო მე მგონი მათხოვთ ნელ-ნელა მოვედი გონზე იმიტომ რომ სამსახურიდან გადაგლილი რომ მოვდიო მე ვერაფერს ვერ ვგრძნობ საერთოდ უგრძნობი ვხდები ხო და ეხლა უკვე ვგრძნობ დღეს ეხლა პლედიცისა ერთი ადიელთა გავრეცხე მაგრამ სად გადავკიდო ხო ვფიქრობ დიდივე შოკა უნდა რაღაცა ისეთი მეზობელსაც გავუხარდა ვისო ხო გამარეცხინებო მეცო არ აქვს საერთოდ და მეთქი რა თქმა უნდა მეთქი აბა რას ვიზამეთქი და ასე რომ
კაი გოგოა, ჩემი დაიკოს ავით არის, ასე რომ ფაქტიურად ოჯახის წევრია. ესეც ასე. ზოგი შეიძლება ახლა ვინმე მიფიქროს, რომ არა ჰიგიენურია და რაღაცა, ხო? მაგრამ რა პრობლემაა? აქვს ისა ორთქლის, თუ რა ქვია, აი დუღარის ისა რა, მოაქვს მე ჩაულებად გავრეცხავ ბავშვთან საცხოვრებს. მოზარდის. რამდენი ვიტყვი ხოლმე ბავშვის, ბავშვი აღარ არის. ვიცი, მეგობრებო, უბრალოდ ჩემთვის, ჩემი შვილებს ესე ვიხსენებ, ბავშვები, ჩემთვის ბავშვები არიან, ჩემი შვილები ბავშვები არიან. ანუ ბავშვები, განამართლა ბავშვები, აღო ბავშვები, ანუ ესეთი ლაპარაკი მაქვს მე. ვისაც არ მოსწონს, რა ვქნა. ხო, თორე. მე მაგალითად 8 წლის უკვე ბავშვად არ ვგრძნობდი თავს, იმიტომ რომ დამოუკიდებლად დავდიოდი სკოლაში, პიონერთა სასახლეში. ხო, ნუ, აი ხა ვფიქრობდი კიდე ვინც ახლები ხართ, მინდა რომ ისეთი გასაცნობი ვიდეოც ჩავწერო, ანუ კიდევ ერთხელ გასაცნობი, მართალია სადღაც მაქვს ესეთი დიდი ხნის წინ გადაღებული, მაგრამ და იცით რას ვისა, არის მას YouTube-ს აქვს ესეთი ფუნქცია, რომ მთავარი ანუ არხზე რომ შედიხარ, მთავარი ვიდეო იყოს ჯობია ეგ, ანუ გაცნობის ვიდეო, რომ არ გაუჭირდეს ადამიანს ზებნა ეხლა ჩამოყოლა, ქვემოთ, რომ აი საადა და რა ვნახო, ვინ არის, რა უნდა, საიდან მოვიდა. მიხდით, ხო? ანუ იქვე იქნება პირდაპირ, თვალწინ, ცხვირწინ. და ესე. გაცარიელებულია, მეგობრებო, თბილისი, დაცარიელდა ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით იყო ხოლმე ხუმრობები. რომ აქცენდება ხოლმე. აი, დაიკლო, აშკარად, ესე ჯობია. ის იყო უკვე, კედელი იყო მოყინული და ეხლა რომ იმას ვქენი შევხედე, აღარ არის გაყინული. იმედია სულ არ გადა. მოკლედ ახლა უნდა დავამოვამო თავიდან რა. ავიც ხელს არ ვკიდებდი და სასამას ქნე ცოტა დაატრიალა ადრე. გაჩვენებთ რომ აი ეს შავ იმას ხორცი და ცოტა ურევია შიგნით, იმიტომ რომ კატალიზის მოვსილე. აი ესე მეგობრებო, ალბათ ზოგი K-pops, ჩვენ ესეთი ანუ ტრადიცია ოჯახში არ გქონია, რომ რაცა ამ დღეს K-pops უბრალოდ გქონდა ესე სიმბოლურად რაღაც ახლა მე მაგალითად მარხვას ვინახავდი და რაღაცა შემწარმოხაკულები კეთდებოდა რომ მაგრამ მე ხარ ვჭამდი მეგობრებო, გემოს ვერ ვატანდი. ანუ ვითომ უკვე აი რაღაცა დავთორდება ეხლა ესე გემრიელად შეჭამ. არა. ანუ მე ვიძახი ხორციელ მარხვაზე რა, სულიერ მარხვაზე არ ვსაუბრობ. ხო და რაღაცნაირად აი მე უკვე ისეთი გემო არ ქონდა რა, რაღაცა ვეღარ მივირთმევდი. ხო და ესე რომ მიყვარს წითელი კვერცხები. სოსო, ჩამჭახუნებ კვერცხს. მოდიო, მე აქეთ მინდა რომ მოვიყვანო. ნუ თქვენც მოგესალმოთ რა. მოდი. ეხლა მე ნელა ჩავალ. მაკარონს ამოუტან სოსოს. როგორი მაკარონი გინდა ის მოკლეები როა თუ სპაგეტი? არა, მაკარონ პაფლოცკის, მე მგონი მეორენაირი მაკარონი. ჰა? ხო, აბა?
ხარ გავიგე რა თავისი ისა რა ხასიათები. კარგით მეგობრებო, დროებით დაგემშვიდობებით, ნახოთ საღამოს შეიძლება კიდევ მოვიდე, იმიტომ რომ ხო გამოვტოვე დღეები. მე მაპატიეთ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ის იყო, აი როგორ ვთქვა, აი რო გძინავს, ზეზეურად რო გძინავს. ეგრე ვიყავი. არაფრის ხალისი არ მქონდა. ის კი არა, დედაჩემთანაც არ მინდოდა, არ მინდოდა იმ გაგებით, რომ მეძინებოდა დასვენება მინდოდა სახში, მაგრამ შევპირდი, რომ მეთქი გამოვალთქო და თან ჩემი ძმისშვილიც ვნახე, მოკლედ ესე ვისაუბრეთ. ამ ბოლო ხანებში ძალიან ბევრს ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მაკლია ურთიერთობა მეგობრებო, სახში ისე თითქმის არ მელაპარაკება. გარეთ ახლა ხშირად მე არ დავდივარ და არავისთან არ ვსაუბრობ, ასე რომ მომაკლდა ეს კომუნიკაცია ხალხთან. კარგით, აბა დროებით გავკოცეთ და საღამომდე.